მოგესალმებით, მე რაბანა ვარ და მე ალფა რომეო ჯულია ძალიან მინდა. ასე დავიწყებ ხოლმე ყველა ვიდეოს. წინა ვიდეო ავიდა 5000 ლაიქზე, რაც გთხოვეთ და უმალვე შეასრულეთ ეს ჩემი თხოვნა და მეც უმალვე უნდა დამეწყო ამ ვიდეოს გადაღება, რადგან ეგრევე დამეწერეს ვიდეო სადარის ბიტო 5000 ლაიქზე რო ავიდა. დროზე მოძვი ბიტო. მე რა თქმა უნდა თქვენი მეშინია და დავიწყე ეგრევე ვიდეოს გადაღება. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი გვეყოლება სტუმრად, ბატონი გიტა, რომელსაც 160 IQ აქვს მისი თქმით და მე შემიძლია დავადასტურო ეს ინფორმაცია, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს 160 IQ, რა როგორ და რანაირად, მაგას ნუღა მომკითხავთ ძალიან ხო. გიტა გამარჯობა, როგორ ახარ? გამარჯობა, ადამიანო, რომელსაც ალფა რომეო ჯულია ძალიან უნდა. როგორ ახარ და როგორ ვარ და კარგად ვარ. აბა რატომ მომიწვიე, აბა? ჯერეთი ეს რატომ მოგიწვიე? მომიწვიე. სანამ მაგაზე მიპასუხებ. ის ვიდეო რა იყო, შენ ახსე რო დაიდო, ა? ჩემთან დაკავშირებით. ნახე ეგ ვიდეო? ეგ შეზიარიყო. ვაი რომ ნახე. ეგ შეზიარიყო, ეგ იყო ჰიჰი ტატა ჰიტაზე, შეხო ჰიტა ხარ. მართლა? 5000 ლაიქზე პროცენტებს არ წევ, მაგრამ 5000 ლაიქზე უმალო დავიწყებ ახალ ვიდეოს გადაღებას. დღეს მე შენ მოგიმზადე ჰიტა ძალიან უცნაური სოფლიო რეკორდები. 13 წლის გოგო, რომელმაც სოფლიო რეკორდი დაამყარა წყალქვეშ ფოკუსებით. ეს ლაშა გელაშვილი ალტერნატიულ რეალობაში. ეს გინეს რეკორდები ძალიან ბევრ უაზრობაში გაიცემა როგორც ჩანს. და იქნებ თევზებსაც უნდათ სანახაობა. თევზები რა სიტყვიან? მე ვიდნე ნო რიბაკი ბიჭი. 38 ფოკუსი ჩაატარა და ლაშა გელაშვილო. გერბიდი და თუ მაგარი კაცი ხარ, ასე წყალში ჩაძვერი და გავიკეთე ფოკუსები, რა ბიჭი ხარ ეტე. ერთი ფოკუსით მეტი რო გააგდოს, გინესის რეკორდი იქნება და ყველაფერი გაქვს ამ სფეროში გაკეთებული და ბარემ მიდი და ბოლომდე იმასაკენი. მოაგე თბილისის ზღვაში ფაინალ ბოში. ჩაყვინე რაღაცა გააკეთე ბოლო და საქართველოს გვასახელე. მოკლედ ამ კატამ 13 წლისაა სხვათა შორის ჰიტა. დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ნახე, 9 ჯერ გადახტა ლახტზე. ურე? რა მაგარია. კატები რამდენი ხანი ცოცხლობენ? ხო არის საშუალო. ზუსტად არ ვიცი, მგონი 15-დან 20-მდე. 20 არის მაქსიმუმი, როგორც ვიცი. ერთ საინტერესო ფაქტი მახსოვს, რომ 20 წლით წარსულში რო გადაახვიო, წარმოიდგინე ამ მომენტიდან. ხო. დედამიწაზე რა კატა და ძაღლიც არსებობს, ყველა მკვდარი იქნება. ეს იმედი არ ჭამთ ხა და თუ ჭამთ რავი გადაახვიეთ, მოკლედ ესეთი რჩევა იქნება რა, ალერტი არის რა. ამ გოგომ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ყველაზე მაღალ დეციბალზე დაბოყინების შემოჰიტა. ნორმალური გინეს რეკორდი არ არის არც ერთი? კი. დეციბელი ძომავენ დაბოყინებას? 7 დეციბელით იმასაკდა დააბლოყინა ბიჭო, რა ამაზე ზენობა ეს რა არის? ანახე, ხიტა ეს ჩემი არჩეული არ არის. აი ესე არავდე ხიტა ყველაზე ან უბრალოდ ჩავწერე ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდები. და აი ესენი ამომიგდო. ამიტომ კლუბ ჩემი ბრალიც არა. ეს არა, დაბლოყინებაზე თუ არის გინეს რეკორდი. ჩემ სკოლაში იყო ერთი ბავშვი, ჩემზე ერთი 20 წლის პატარა იყო. მაღაზიაში შევიდო და იყიდიდა 1 ლიტრიან ლიკანს. კიდე კოკა-კოლას უცებ დალევდა ყველას ერთად და მე გადააუბდა თვითონაც და ყველას გადააუბდა რომ რა წინადადებს ესაც ეთყოდი შეეძლო ერთი წუთნახევარი ბოყინით ელაპარაკა რა და ხან ვეფხის ყავსას კითხულობდა ბოყინით და ხან რაღაცა ლექსებს და ხან რაღაცებს იმეორებდა. ბიჭო, წარმოვიდი ვეფხის ანუ წერალი რო ხარ და ვიღაცა დაწერეს რომ ასე ყვება ბიჭო ბოყინებით, აი ხო ტრიალებს ის საფლავში ვისიც იყო და როგორც იყო. მაგრამ სიგიჟე იყო რომ ანუ ბოყინის ხანგრძლივობა შეეძლო 1.30 წამიანი რა და თან გადაბულად ხო და თან კიდე ანუ მეტყველება შეეძლო ბოყინის რაღაცნაირად ენაზე რა. ხო და მე როგორი პონტი იყო იცი? ანუ არავის არ ეჯერა რა, ეგეთ რაღაცას თუ აკეთებდა და თუ მიხვიდოდი და მეთხოვდი რომ აი დაგვიბოყინე რა ძმაად. რაღაცა ეგეს თუ ეთყოდი, ანუ ის გაზიანის სასმელები უნდა გეკისრა და მე პრობლემა არ იყო. და უეჭველი იყო ხო? არა ძმაო, ეხა მე თუ 3 ლიტრიანი ლიკანი არ დამიდეხარ ხო არა, ეგ თავისი ვალუტა. პატრიციაში რა გარკვევა იპოვა, რომ უფასო სასმელი აქვს ცხოვრება, რომ აი ვიდე აბა დაგვიბოყინე.
ირანელი ადამიანი, რომელმაც თავისივე რეკორდი ამყარა ჰიტა 88 ცალი კოვზი მიიმაგრა სხეულზე და გაიჩერა ის. რაღაცნაირად აბალანსებს ამდენ კოვს თავის სხეულზე. ცოტა უცნაურია, მაგრამ სხეული რო გაიწებოდა მელექთა, თუ არ შეიძლება. რა მეჯილდოს ღებულობენ და აი ესეთ აბსურდულ იმებს რომ ამყარებენ გინესის რეკორდებს? მე მგონი რაღაცა ყველა ფულად მაინც იჯილო არის. არის კი. ალბათ ყვილა. თუ არის მაშინი, იმიტომაც არიან ასეთ აბსურდულებში გადასულები თორე. შემდეგი არის ესეთი ადამიანი, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ასიმეტრი ირბინა 17 წამის განმავლობაში. ურე? აუ, რა ძლიერი ცეცხლობილია. არა, ისეც არ არის რომ რაღაც პატარა ცეცხლი და რაღაც. კლასიკიში. ჩააგრეთ ბიჭო, სანამ რაღაცა დაემა. კაი ის რო ქონდეს ახლა. კაი აბჯარი რომლის იმედზეც იქნები და ამყარებ მაგრეგორს არა პრობლემა. ისე ცეცხლს დაგიგიდებენ უფრო ჩარა გაიქცევი არა? ცეცხლი კიდია რა გაგაჩერებს. შედეგი ვიდეო არ არის ჰიტა, მაგრამ არის აი ესეთი ძაღლი რომელსაც სოფლიო რეკორდი აქვს ენის სიგრძეში დამყარებული. ო, თითქმის 14 სანტიმეტრი აქვს ენა. აი ახლა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სოფლიო რეკორდს გაჩვენებ ჰიტა ამ ადამიანმა 24 წუთის განმავლობაში ჩაყვითული გაწვდა. ყველაფრის გარეშე. აი ეს მაგარია. My name is Budimir Budashobat. I am 56 years old and I started to freedive when I was 48. I am addicted to training. The top results ეს ამაგარია. in spite of my 24 წუთი და 17 წამი. არ მოგიგენია? ძალიან სიგიჟია. ეს მე არ გონია რომ ეს ადამიანური შესაძლებლობა. ანუ რო რამე ხო აი ხო გაგიგია ის გამონათქვამი რომ ადამიანის შეუძლებელი არაფერიაო და აი ესეთ ვიდეოს რო ნახავ მე წუნდები მაგრამ ეს რა ლეველი არის იცი აი ვინჰოფი როგორი ტიპიცა იცი ვინჰოფი არ ვიცი ვინჰოფი შორტები ფლავი და ევერესტი ადაო ეს ასომვილია ეს BBC-ზე იყო და ეგრე გავარდა მე ამ ტიპთან 2 მილიონი გამოწერილ ის სახეობები ჩადიოდნენ ამ ტიპთან და ის ასწავლიდა რაღაცა სუნთქვის ვარჯიშებს და ისინიც ახერხებდნენ მე ვისაც ავარჯიშებს და ეს ეყინულებში შორტებით ყოფნა საათობით და ისე რომ არციულად ეგ იყო მაგ საინტერესო მე გაგებული მაქვს რომ სულთქვით ისეთი რაღაცების გაკეთება არის შესაძლებელი რაც არ ვიცი ადამიანისთვის წარმოუდგენლად ჟღერს მაგრამ შესაძლებელი არის კი იმიტომ რომ სულთქვის თერაპიები განკარგავს ყველაფერს ესე ძალიან სიგიჟეა ამას ეხლა რამდენი უკვირდა ეხა უყურე ბოლოს საერთოდ დაიფარება რატო კი დაჟე დედოფლები 60 დედოფალიო ხო რო ყველა მისეოდა რა წარმოიდგინე თა ბოლოს როგორ მოაშორეს მე რა საინტერესო გიდი ალბათ ეგრე დააფიქრე აუ ეხა როგორ სონთქავს ნახე ბიჭო 64 კილომდე გამოდიოდა საერთო ჯამში ამ ფუტკრების წონა წარმოიდგინე 64 კილო ფუტკარი დაისვა ტიპმა სად ზღვარი სად გადი ამაინტერესებს არ არსებობს რამე ზღვარი არსებობს ხიტა ესე ძალიან უცნაური მსოფლიო რეკორდია ეს რაღაც გამომუშავებული არ არის ეს რეკორდი არის ადამიანის რომელსაც აქ დაავადება კანის Oh man, look, he's got a forest. He's support. Oh my god. მენნა Mr. Fantastic. არსებობს ასეთი ბერტი ქვია თვარსდები და ყველაზე სტრაფი კუ არის დედამიწის ზურგზე. ნახე. ეს აბიჯო ყველაზე სტრაფი. ნახე რა სტრაფია. ეხლა ყუთუ დანახი ყავს ეს მართლა ძალიან სტრაფია როგორც და. რატომაც მეგონა რომ ძალიან შკარა გაიწევდა. ანუ 20 წამი დაჭირდა დაახლოებით 5 მეტრის გასავლელად. ანუ წყლის კუები არიან ძალიან სტრაფები წყალქვეშ. ძალიან სტრაფები. წყალქვეშ? ძალიან შკარა დაცურავ. უჭველი? გიმახსოვდა. იტა არსებობს ასეთი ყვავილი რაფლესია, რომელიც მიაგნეს ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელსაც ქვია სუმატრა. ეს რა უცნაური რაღაცა. ნახე. და იქ მინება?
ძალიან უცნაური არის სცენარი, რომ დაახლოებით 3 დღე ძლევს თუ არ ვცდები. აქვს საშნელი სუნი, როგორც გავიგე. მისი ზომა დაახლოებით 1 მეტრას აღწევს, იმდენად დიდია და მასში 6 ლიტრი წყალი ჩადის. აი ესე რომ შუაში ჩაასხა 6 ლიტრი წყალს შეინახავს მოკლედ ეს კაცავი რაც შუაში აქვს რა. ლეშის მოყვარული ბუზევს იზიდავს ეს ყვავილი. არ მოგიგენია? არ მინდა ეს ყვავილი. და რომ გარდაიცვლება ეს ყვავილი. რაღაცა ესეთი თითქოს და როგორ გითხრა რა, დაიწვასავით აი ეგეთ იმას ტოვებს. რაღაცა უნდა მოვიწიო ყვავილზე, რაღაცა ძალიან უცნაური რაღაცაა. ეს ალბათ ყველაზე ცნობილი ისტორია იქნება ამ სოფლიო რეკორდებს შორის ადამიანი რომელსაც თვითმფრინავი აქვს ნაჯამი. თელი თვითმფრინავი შეჯამდი. და როგორ ყვეს? თუ არ ვსდები 2 წელი დაჭირდა რომ თვითმფრინავი ეჭამა თავიდან ბოლომდე. ბავშვობაში რო გვეუბნებოდნენ, ხო იცი, ვაშლი ჭამერკინა შეიცავსო, ამ კაცმა აბადი მე და პირდაპირ გაიგო ეგ და ეგრევე ერკინას ეცა რა რატო ჭამო ვაშლი კაცო პირდაპირ კინაში ჭამო. აი ესეთი უცნაური სოფლიო რეკორდები აქვს სოფლიოს და დარწმუნებულად კიდევ ბევრი მსგავსი სისულელე იქნება. მე მაინტერესებს როგორ მოგეწონა იდეურად ესეთი ცოტა უცნაური მიმართულება ჩვენს OG სტილში. თან მოვეწონა. მე მიყვარს ასეთი ვიდეოები, გადაღებაც და ნახვაც მიყვარს. სხვები რო იღებენ, ამიტომ მაგარია. კიდე მოვიფიქროთ ამ საინტერესო თემები. ამიტომ რომ დავდებ ამ ვიდეოს. აი ეგრევე შემოდი პირველი ვარო დაწერე. პირველი ვარ დავწერე. მადლობა რომ მომიჭრე და ბაბა შენიც ბევრ გამომწერებს გისურვებ. როგორც დაგპირდით 5000 მოწონებაზე ეგრევე დავიწყებ ვიდეოს გადაღებას. გამოიწერეთ არხიც აუცილებლად და რაც თავარი ვისაც გამოწერილი გყავთ. აქტიურად ზარისღილა კი რომ ეგრევე ნოტიფიკაცია მოგივიდეთ როგორც კი ჩემი ვიდეო დაიდება.